ესე იგი, ვიმყოფებით ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში და გიდობას მიწევს ლეგენდარული დირექტორი აი ამ კომპლექსის ომარ გაბუნია, ეს ბატონი გახლავთ. ასეთი პატივი დაგვდო, რომ თავად მიწევს გიდობას. აი ამ ხელოსვეტები. და ბატონო გია, წარმოგიდგენიათ, შურდა ხოლმე სხვა სახელმწიფოების ესეთი ლამაზი ისინი რო ქონათ სვეტები და ისინი. ყველაზე მეტად აღმავთვალ აი ამ სვეტების შემორჩენილ ფრაგმენტებმა, აი ამ ლომის თავებმა. მეც არის უზარმაზარი და სულ შურდა ხოლმე რომ სხვა ქალაქებში, რომში, საბერძნეთში რა ჩავდიოდი, რომ ესეთი გრანდიოზული რაღაცა არტეფაქტები ქონდათ შემორჩენილი და რომ ჩვენ არაფერი არ მქონდა მეგონა და აი ესე აი ამ ხელა ქვები და ქანდაკებები გვაქვს შემორჩენილი ვანის ნაქალაქაში. აი ნახეთ ხალხის ფონზე მიხვდებით ეს რამხელა ლომის თავებია. და აი სვეტის თავი როგორი დამუშავებული. ანუ აბრალის ზედაკები კულტურა კი არა, აი ყველაზე მაგარი კულტურა გვქონდა ჩვენ. მეტი ოქროსა დასახელების ნიკი ეს არის დიადემა, სადაც არის ბრძოლის სცენები, ორი ლომი ხელს მიწაზე გარკვეულ ხარი უკვე დამარცხებულია, ეს როგორც ბატონი ოტარი განსაზღვრავდა, აი ლომის ვარსკვლავებს როგორ ფარავდა, ესე ხარის ვარსკვლავებს როგორ ფარავდა ლომის ვარსკვლავები, ეს არის გარნოტანის გავრცელებული ანტიკურ სამყაროში. გარდა ამისა, ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის ბრძოლის სცენები წარმოდგენილი. შემდეგ სამარხში აღმოჩნდა უამრავი განძი, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ამ განძისა თბილისშია და არა მარტო ამ განძისა, ყველა სამარხის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თბილისშია. აი ეს საპატიო დღეს. ეს არის თვე და დღეები, ანუ კალენდარი თვისა, დიდი. ისე ასლები აქაც უნდა გაკეთებულიყო წესი. ეხლა ქონდა ჩვენ ასლები ასე ვთქვი, მუზეუმში, მაგრამ აქ აკუმულებს გააკეთეს ეს ყველა თვე და დღეები, კალენდარია თვის. 30 პატარა და 31 ოქრომჭედურა ძალიან მაღალი პრობა არის 80 და ოქ მეომარს. აი საბრძოლოები ნახეთ მუსარადი საბრძოლო იარაღები. ამაში ძალიან დიდი საბრძოლო იარაღები 50-მდე იყო, ესე იგი საბრძოლო იარაღები დიდები, გამარჯვების პატარა მისის პირებიც არის, რომელსაც წამლავდა და ბრძოლის განაკაცების სამართლის შემდეგ გვაქვს განგარი. ამ სამართლში აღმოჩნდა ფილიპე მეორის მონეტა, ალექსანდრე მაკედონელის მამის, რომელიც განაპირობის სანაოსნოები მოწონდა მაკედონიის სახელმწიფოს განკეთების მიზნით. ეს სამართლში მოყოლეს სხვა ჩვენს კარგად ატარებებს სამართლსაც და უდიდებს ურთიერთობებსაც. გარდა ამისა არის ჰუმუსური ფენიდან, ესე იგი ეს პირვანდელი სახით, იმიტომ არის წარმოქმნილი, რომ ძალიან ღრმად იყო და მძარცველი ვერ უწოდა. ერთ-ერთ მეჭედზე აღმოჩნდა წარწერა დედატორს. აი დედატორსი და მეაშთათ რომ ეს მეომარი იყო დედატორსი, რომელსაც გააკეთეს საეკლესიო და იქ არის ხალი, რომელიც რა თქმა უნდა სისავაზე სკამზე ხელში უჭირავს თასი და აი ეს არის ხალი, რომელიც უყურდა დედატორს და ატარებდა სიცოცხლეში თავი ამ მეჭედზე ქონდა ამოკვეთილი ატარებდა ის გარდაიქმნა თან გაატანეს საექიოში. აი ეს იყო მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარი ძველი. ეს წუთი პატარა ადგილობრივი ისინი გოქები და ხო მოხატული ხედავ წითელი რანგი და საღებავი ვარ გადაიშალა. ისე მაღალ დონეზე ეკეთებოდა ყველაფერი ეს ბრინჯაოს ლანგარია საბრძოლოა. აი ეს არის რეკონსტრუქცია. აი დედატორს ეს არის რეკონსტრუქცია გაკეთებული, მე გადაღებულია სინა ეს არის დიონისი არის ამხედრებული აი ხედავ. აქ კიდევ არქეოლოგიურ მუზეუმშიც არის.
მეცნიერი კანტურაია მამუკა ბატონი გია ბატონი ომარ გაბუნია ლეგენდარული დირექტორი ამ კომპლექსის და ეს მე მგონი ყველაზე ლეგენდარული ვიდეო ცივილიზაციაში ცხოვრობ ბატონი ომარი და კაბატონი კაცბენი ხელი შემწყობი კაბატონი ნანა აი ესეთი ლეგენდარული ადამიანები შეჩერებული წამების ავტორი გავხდი მე ბატონი ომარ გაბუნია გვიწევს თავად ვიდობას ეს არის დიდი ბედნიერება ნენა ბატონო გია ეხა მუზეუმში რო გვეუბნებოდნენ ამის ეზოში იპოვეს იმის ეზოში ეს ეზოები ხალხის იყო ესე ახლედიანების ხო ახლედიანების გორა ყველაფერი ძალიან დიდი ფართობია აი ესეთ ამ ფართობზე აღმოჩნდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თითქმის რა ძვირფასი განძიც არის ყველაფერი აი ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ხალხო ეხა მიმყოფები ფაზისის აკადემიასთან ერთად ექსპედიციაში გიდობას გვიწევს ცალად ბატონი ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გიაკვაშილავა და აქაური კომპლექსის პრეზიდენტი ომარ გაბუნია ჩვენ გვაქვს აღდგენილი ამ იმას მე გაჩვენებ მოხსენებაში ახლა არა სხვა დროს მთლიანად ეს სისტემა როგორ არის აღდგენილი სადაზრო დაწესებულება რომ ხათ სადაც შეწირვა ხდებოდა და მთელი ცერემონიალი ხდებოდა ეს ძალიან არ გეშინია მამუკა რომ მოდიხარ თან ზანზარებს ხიდი ზანზარებს ძალიანად საქართველოს კულტურული ელიტა მოდის ხიდზე რომელიც საერთოდ გამოიყურება ეს მიშა გამოუშვა დამნაისისულელები აკეთოს კაცო რა აი ეს მუზეუმი გახსნა სასაული რამეა გაკეთებული რა გინდა საუკუნის პროფესორ მეცნიერ ლექტორ მასწავლებლები და მთლიანად კულტურული ელიტა ყველა ერთად შეკრებილი არის აი ამ უძვირფასეს შენობის ნაგებობასთან რომელიც საიმყოფება ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე და რომელზეც ფიქრობენ რომ უნდა იყოს აზრის ასასვლელი რომაული კი არა ბერძნულ სტილში გაკეთებული ხო ბატონო გია ეს ასასვლელი ელინურად ასეთ უძველეს კიბეზე რო იჯექით. არა, მე არ ვიდა. ირაკლი რა შეგზნება ქონა ასეთ უძველეს კიბეზე რო იჯექით. აურა. აი ეს კეთილი და პატიოსანი კაცი წითელი მაიკით მოვიდა. საიდანღაც ვანის რომელიღაცა სოფლიდან და კარგ სუფრაზე გეპატიჟებითო გავიგეთო რო გვესტუმრეთო და აგერ არ მიყვებიან ეს ბატონები და გაუშვეს გაწმილებები აღარ ეშვებიან ბატონგების ფაზისის აკადემიის წევრები დენა დიდი სიტყვა და სიყვარული დაგვახედრა აი ამ შენობაში იმდენად პატარა სამეგრელო ჩაჭეული ყველანაირი ყველაფრით ჩაჭეული აი ამ შენობაში დაგვახედრა აი ამ ბატონმა არა ერის დიდებას მის ისტორიას განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს ერის კულტურულ რელიქიად საგანძური და მუზეუმი. იგი ყველაზე წიგზე უფრო ნათელი ფერებით დაწერილი ფასდაუდებელი წიგნია ყველა ჭეშმარიტი ადამიანის და მამულშვილი
აღყვევს ამოუწირავ სიბრძნეს და სულის საზრდოს. გივი ელიავა. არტილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი. აი, ეს ბატონი გივი ელიავა და ესეც მისი შვილიშვილი იგივე გივი ელიავა. აიმე, აი ესეთი ძველი ჩოხარია, ესე ნამდვილად ძველი. ჩაგერილია ტყავი ყვა დაიხადა გადავირიე ეს ნამდვილი ტყავისისა ქარქაში აი ესეთი ვიწროაკვანი ძალიან ვიწროაკვანია პატარას დედაროა ნახე ბავშვის შეკერილი როგორი ვიწროა აი ნამდვილი წყაბუყები წიგნებში მოთხრობებში ვისაც წაგიკითხეთ აი ხო ქალამდე მაგრამ წყაბუყები მეორე ნაირად აი შეხედეთ ნამდვილი ტყავის ესე იგი ახლა ვიყავით გივი ელიავას დაარსებულ მუზეუმში და მისმა შვილიშვილმა ისე გივი დირექტორია თვითონ წოდებით ახლანდელი დირექტორმა სათითაოდ აგვიხსნა ყველა ექსპონატის ფასი და მნიშვნელობა ეხლა ძალიან განსაკუთრებული ინფორმაციას ამბობს და მოასწავლა გივი მასპინძლდება ეს ერთ-ერთია ენდემური ჯიშები და ხოლო ესეც რა ბედნიერებაა რომ როდესაც ადამიანი ამდენს შრომობს მე ვამბობ უფროს გივი ელიავაზე რომელმაც მარტვილის მუზეუმი დააარსა და შეაგროვა ექსპონატები აი ესეთი გამგრძელებელი ყავს შვილიშვილის სახით რომელიც აი ესეთი ლამაზი ეზო აქვს მარტვილის მუზეუმის უკანა მხარეს სადაც ისევ აი ამ პატარა გივი ელიავას ანუ დიდი გივი ელიავას შვილიშვილის ხელით და შრომით არის ყველაფერი შექმნილი. აი ნახეთ, ქანდაკებები შეგროვებული. გრძელდება მუზეუმის, ასე ვთქვათ, შევსება 1000 გვარი ექსპონატით. აი ეს ყველაფერი ძველი აღმოჩენილი ნივთები, რომელთაც ალბათ არესტავრირებენ, რომ მე ისევ იქ დაადონ რა ქვია. მუზეუმში აქაც რაღაცა ქვებია შეგროვილი. აქეთ პატარა ეთნოგრაფიული სოფელებით არის გაცოცხლებული ძველი ფაცხები და ასე ვთქვათ მეგრული ოდების მინი ვარიანტები აქვს. არ ვიცი ესეთი ადამიანები რო არსებობდეს როგორ უნდა გადარჩენილიყო ქართული კულტურა და ქართული თუნდაც ჯიში და გენი არ ვიცი კი არა ანუ სწორედ აი ესეთი ადამიანების ფასით ასეთი ადამიანების არსებობით გადარჩა და იმ დიდ სასწაულს რომელსაც მეცნიერები ამბობენ რომ როდესაც ბიზანტია დაემხო რა სასწაულმა გადაგვარჩინა ქართველები ასიმილაციაში არ მოხვდით აქეთ ირანსა და აქეთ ოსმალეთს შორის ეს იყო მხოლოდ ღმერთის სასწაული რომ ამბობენ მე არ ვიტყვი რომ ეს იყო მხოლოდ ღმერთის სასწაული ეს იყო აი ასეთი ადამიანების არსებობით სასწაული რომლებიც აი ესე ყველა ნიძდა ყველა პატარა ექსპონატს ესე რიდუნებით უფრთხილდება და ეძვირფასება და ყველაფერს აკეთებს რომ შემდეგ თაობას გადასცეს აი ესეთი აღფრთოვანდი მიდიოდა და ყოველდღიურად ჩადიოდა სახელმწიფოში რომ აი ეს ქანდაკება რო შეეხსნათ ეს არის ჭყონდიდელის ქანდაკება და ბატონი გივი მაგას ამბობს აი აღმავთოვანა ამ ქანდაკებამ რომელიც არის ჭყონდიდელის და რომელიც კონსტანტინე გამსახურდია ყოველ აი ესე დაგვიანებით მოვედით ნორქალაქების ტერიტორიაზე მაგრამ მაინც პატივით მიიღეს ბატონი გია თავის წარმომადგენლებთან ერთად იცანით ბატონი გია?
ესე იგი, დაგვიანებით რომ მოვედით, გვიშვებთ მაინც. გამარჯობა. შეგატო ხარ. რატო მე ვიცი რომ დარეჯანი ზაღერი სამეგრელოში კი არის დასავლეთ საქართველოში უკვე. ესე იგი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აბა, ერთი თანა აქშე. ეს არის ისტორიული და ისტორიული ადგილი. ბაბუა ჩემო თოროჩა. აკა, გაასახლეს მე ამ მუზეუმის გამო. არა, მუზეუმის გამო. გზის გამო? გზა რო გაიყვანა ცენტრალური და მაშინ გადაასახლა ქალაქები ბეთლემიდან არის და ჩვენი საგვარეულო ტაძარი არის ბეთლემის. ჩემს უდაბადეში გეპატიჟე. არტოზების მინდა. სავში მოსულოთ. ვაუ. აი ესეთი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნის ალიან ხო ფერდისუდი ბატონობია. ხალბატონ თეს მოგუსმინოთ. აცალოს ლაპარაკობთ. გავიაზროთ და მერე უკან დაგვწნებაზე იყოს მერე ჩამოედი. რადგან ჩვენი პერიოდი ბიზანტიის ფარგლობის შეშეშებული ამიტომ შეუჩიეს სწორედ მათ სახელწოდება, რაც ბერძნულად ნიშნავს არქეოს ძველი პოლისი ქალაქს, ანუ ძველი ქალაქი. მოფალახეის არქეოპოლის არაერთი მოქმედია სპარსეთის სასამართლო. აი ნახეთ, ერთი კედელი ხო არის? აი ამ სისქე. მე ნახეთ როგორი სიცარიელე და მე კიდე მეორე დამცავი კედელი ქონდა. აი საოცრება. და როგორ გამიტაც ამ სასწრაფო